კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას დღის თემა, მე ვარ მისი წამყვანი თამთა სანიკიძე. ამერიკის კონგრესის ქვედა პალატაში მხარდაჭერის მოპოვების შემდეგ მეგობარი აქტი სენატს უკვე გადაეგზავნა. წარმომადგენელთა პალატის მიერ 359 ხმით დამტკიცებულ კანონპროექტს ახლა ზედა პალატის სრული შემადგენლობის წინაშე უნდა უყარონ კენჭი. თუ რესპუბლიკელ ჯო უილსონის მიერ მომზადებული დოკუმენტი სენატის მხარდაჭერასაც მიიღებს, მის ასამოქმედებლად რჩება მხოლოდ ერთი პროცედურა, დონალდ ტრამპის მხრიდან ხელმოწერა. ბოლოდინები და პროგნოზები თბილისში გასხვავებულია. კანონპროექტი თავისი შინაარსით კი საკმაოდ კრიტიკული. საუბარია საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, რუსეთის, ჩინეთის და ირანის გავლენებსა და ინტერესებზე და მოთხოვნილია სანქციების დაწესება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მიმართ, ასევე ორმხრივი ურთიერთობებისა და დახმარების პროგრამების გადახედვა. კენჭისყრამდე გამართულ დებატებზე მწვავედ გააკრიტიკეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი. ხელისუფლება კი რუსეთის ავტორიტარული ტაქტიკის გამეორებასა და ჩინეთთან და რუსეთთან დაახლოებაში დაადანაშაულეს. ბოლო საპარლამენტო არჩევნებს კი დემოკრატიული უკუსვლის მაგალითი და გაყალბებული უწოდეს. 5 გამომსვლელიდან მეგობარი აქტის სულისკვეთება მხოლოდ ერთი კონგრესმენისთვის აღმოჩნდა მიუღებელი. იქცევა თუ არა მეგობარი აქტი კანონად აქვს თუ არა ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში და ორპარტიული მხარდაჭერის მქონე მწვავე შინაარსის კანონპროექტის ფონზე საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გადატვირთვას პერსპექტივა. ამ თემაზე ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში. ჩვენი სტუმრები იქნებიან ბაკურ კვაშილოვა, პარტია თავისუფლების მოედნის წევრი და რომან კაკულია, საზოგადოებრივი ორგანიზაცია პოლიტიკური არჩევანის ხელმძღვანელი. ბაკურ კვაშილოვა უკვე ჩვენთან სტუდიაში იმყოფება. მოგესალმებით, მადლობას გიხდით გადაცემაში სტუმრობისთვის. დიდი მადლობა პირიქით თქვენ მოწვევისთვის. პირველ რიგში რომ დავიწყოთ მოლოდინებზე, დასაწყისშიც აღნიშნეთ, რომ პროგნოზები არაერთგვაროვანი არის ქართულ პოლიტიკურ წრეებში და ზოგადად საზოგადოებაში. რა მოლოდინი გაქვთ? ახლა ყველა ელოდება სენატში დაგეგმილ განხილვას და შემდეგ უკვე სრული შემადგენლობის წინაშე კანონპროექტის კენჭისყრას. როგორი იქნება კენჭისყრის შედეგი თქვენი აზრით? მე ვიტყვი რომ თუ არაფერი არ შეიცვლება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურად იგივე სურათს სენატში, რაც მივიღეთ კონგრესში, იმიტომ რომ როგორც ნახეთ, მხარდაჭერა იყო ორპარტიული, როგორც ამერიკელები იტყვიან, ბიპარტიული მხარდაჭერა იყო. აბსოლუტური უმრავლესობით, აი როგორც გამოსვლელებს შორის, მხოლოდ აი მეხუთედი, ანუ 5-დან 1 ადამიანი იყო წინააღმდეგი, ასეთივე იყო კენჭისყრის დროს და თუ ხელისუფლება არ მიიღებს რაიმე გადამწყვეტ ზომებს იმ განწყობის შესაძლებლად, რომელიც დღეს ამერიკის კანონმდებლებში არსებობს, ხო? ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს პირებს არ ექნებათ არანაირი мотиваცია შეცვალონ ის სულისკვეთება, რომელიც ამ აქტში არის მოცემული. ამავდროულად ახლა თქვენც ახსენეთ და მეც მინდა ამას დაუბრუნდე, მხოლოდ ერთმა გამომსვლელმა არ დაუჭირა მხარი ამ აქტს მის მიღებას. მე მინდა აქ ხაზი გაუსვა იმას, თუ რატომ გააკეთა ეს. მან უბრალოდ თქვა, რომ ამერიკამ საკუთარ თავს უნდა მიხედოს, ამერიკა უპირველეს ყოვლისა და აქედან გამომდინარე ამერიკის უსაფრთხოების ქოლგა არ არის აუცილებელი ფარავდეს ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა. ანუ აქ არ იყო იმაზე საუბარი, რომ ან ქართული ოცნება არ იქცევა ისე არადემოკრატიულად და ამიტომ არ ვეთანხმები. არა, იყო საუბარი იმაზე, რომ არ არის ეს საქართველო ახლა ჩვენთვის ისეთი მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე, ნუ მივაქცევთ ყურადღებას, რა ხდება ამ შორეულ მხარეში, როდესაც ჩვენ გვაქვს გადასაწყვეტი ამერიკის პრობლემები. ამიტომ თქვათ, იმაზე საუბარიც კი, რომ თითქოს იქ არსებობს რაღაც ჯგუფი, რომელიც თქვათ, იტყოდა, რომ ქართული ოცნება პირიქით ამერიკის მომხრეა და ეს შეცდომაშია შეყვანილი. ამერიკის კონგრესმენი და აბსოლუტური უმრავლესობა იქნებოდა ტყუილი. ეს არის ერთ-ერთი, რაც აუცილებლად უნდა გავიაზროთ, როდესაც საუბრობთ იმ 45 რამდენიმე კონგრესმენზე, რომელმაც ხმა არ მისცა ამ აქტს. ეს იყო ის ერთადერთი мотиваცია და დასაბუთება, რომელიც მათ ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, აი მე ვიტყოდი, რომ დემოკრატიული პროცედურა თან გაძლევს იმის საშუალებას, რომ გაუგზავნოს სიგნალი მეგობარ ქვეყანას და აჩვენო, რომ შენ მზად ხარ განახორციელო ესა თუ ის ცვლილებები. ეხლა მეგობარ აქტში დასახელებულია რამდენიმე კონკრეტული მოვლენა, ფაქტი, რომლის მიმართულებითაც მოელიან ქართული მთავრობისგან გადადგმულ ნაბიჯებს. ერთ-ერთი არის პოლიტპატიმრების განთავისუფლება. მე ვიტყოდი, რომ თუ პოლიტპატიმრების უპირობო განთავისუფლება მოხდება, არ არის გამორიცხული, რომ შერბილდეს ეს აქტი ან შეიცვალოს და ასე შემდეგ. სენატში განხილვამდე შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ახლა ოფიციალური ვაშინგტონიც ელოდება, თქვათ, საპასუხო ნაბიჯებს და დროს აძლევენ? დროს აძლევენ, აი ნახეთ, თვითონ ამ აქტშიც კი ჩაწერილია კონკრეტული დღეების რაოდენობა, აი 120 დღე
ამოქმედებიდან სანამ რაღაცა მოხდება 90 დღე სანამ კონკრეტული ასპექტები შევა ძალაში თვითონ ამ აქტშიც კი თავისთავად არის ჩადებული გარკვეული ვადა რომელშიც იგულისხმება რომ ქართულ ოცნებას ექნება საშუალება გამოასწოროს მდგომარეობა მაგრამ ამის გარდა შესაძლებელია საერთოდაც არ იქნას ეს აქტი მიღებული თუ დრამატული ზომები იქნება მიღებული ქართული ოცნების მხრიდან. იმიტომ რომ დღეს ისეთი სიტუაციაა, ქართული ოცნება აბსოლუტურად ყველა ასპექტს, ყველა შტოს ხელისუფლების აკონტროლებს მედიას და აქედან გამომდინარე, მას არ აქვს არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი, რომ სიტუაციის განმუხტვას შეუწყოს ხელი. ეს მთლიანად ქართულ ოცნებაზეა დამოკიდებული. გაუშვებს თუ არა მაგალითად მზია ამაღლობელს რომელიც პოლიციელისთვის ხელის აი სახეში დარტყმისთვის არის დღეს დაკავებული და არ არის დაკავებული არც ერთი ადამიანი რომელიც მაგალითად ასფალტზე გაშოტილ ახალგაზრდას რომელიც არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა წიხლით ახტება ხო არ არის დავადიმრებული ადამიანი რომელიც თქვენს კოლეგას მაკა ჩიხლაძეს თითქმის კისერი მოტეხა და ოპერატორს წიხლებით შეახტა ხო და აი ამ ფონზე როდესაც ვამბობთ რომ ჩვენ აღვასრულებთ კანონს პირუთვნელად და ეს მხოლოდ იმაში ხატება რომ ზია ამაღლობელი უნდა დასაჯო ხომ ამას ხედავს მთელი მსოფლიო და ამას ხედავს ქართველი ხალხი ამიტომ აი ამაზეა საუბარი რომ თუ კი არსებობს სამართალი ის უნდა ახსრულდეს ყველასთვის და იმაზე საუბარი რომ სასამართლო დამოუკიდებელია ვთქვა და პროკურატურა დამოუკიდებელია არის მხოლოდ ლიტონის სიტყვები და ამას მით უმეტეს ძალიან კარგად ხედავს ის ხალხი ვინც პოლიტიკა ძალიან კარგად იცის თუ თქვათ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულები გათავისუფლდებიან მიუხედავად რომ თქვათ აი ასეთი პირდაპირ ჩანაწერი არ არის თქვათ ამ მეგობარ აქტში თქვათ გასხოვებით ევროპარლამენტის დიახ რეზოლუცია აი მაგალითად შეიძლება რომ საერთოდ უკან გაიწვიონ თუ უბრალოდ ჩერბილდეს ან საერთოდ თქვათ შეჩერდეს განხილვა პროცედურა ახლა სენატში ითვალისწინებს თუ არა შესწორებას მე ზუსტად არ ვიცი მე მგონი არ ითვალისწინებს შესწორებას ამ ეტაპზე მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იქნება გარკვეული საფუძველი იმისთვის რომ მაგალითად მოხდეს ლობირება იმასთან დაკავშირებით, რომ თქვათ მე უკვე დონალდ ტრამპმა შესაძლოა შეცვალოს პოზიცია ამ აქტთან დაკავშირებით და უკან დააბრუნოს თავისი შესწორებებით. ამის უფლება პრეზიდენტს აქვს. ხომ? აქედან გამომდინარე, მე ვიტყოდი რომ აი რაც არ უნდა თქვას დღეს ქართულმა ოცნებამ ბურთი მთლიანად მის მოედანზეა. მაგრამ ნახეთ აი ხშირად მოგვისმენია ბოლო დღეებში და არა მხოლოდ ბოლო დღეებში მეგობარი აქტის შინაარსი მანამდე ცნობილი იყო თქვა სანამ ქვედა პალატაში უკვე მხარდაჭერა იქნებოდა ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან რომ თუ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას სურს ხელისუფლების დასანქცირება და სანქციების ამოქმედება მას არაფერი არ უშლის ხელს და შეუძლია ერთპიროვნულად მიიღოს ეს გადაწყვეტილება მით უმეტეს იმ ხისტინაბიჯების თუ გადაწყვეტილებების ფონზე რაც უკვე მან თქვა სხვადასხვა მიმართულებით უკვე განახორციელა ის შესაბამისად აი ამ ხელისუფლების აი ამ გზავნილების რას უპასუხებდით? უპასუხებდი იმას რომ ეს ნიშნავს რომ ის ადამიანები ვინც ეს თქვეს ქართული ოცნებიდან ხომ არ არიან მზად წინასწარ წავიდნენ რაიმე კომპრომისზე იმიტომ რომ ასეთი შეთანხმება თვითონ ქართულ ოცნებაში როგორც ჩანს არ არსებობს მაგრამ როგორც ჩვენ არაერთხელ გვინახავს ხომ ქართული ოცნება ეს არის პარტია რომელიც რეალურად ერთი ადამიანის მიერ იმართება და შეიძლება ეს განწყობა აი დილიდან საღამომდე დიამეტრალურად შეიცვალოს და ზუსტად იგივე პირებმა თქვან რომ იცით რა თქმა უნდა ჩვენ გადავდგამთ ამ ნაბიჯებს იმიტომ რომ ამერიკა არის ჩვენი ძალიან ღირებული პარტნიორი და აქედან გამომდინარე გავათავისუფლებთ ამ პოლიტპატიმრებსაც გავიწევთ უკან ამ კანონს და ასე შემდეგ ქართულ პოლიტიკაში სადაც რეალურად არ არსებობს ინსტიტუციონალიზებული პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება და რეალურად ის არის მართული ერთი ადამიანის მიერ ასეთი დრამატული ცვლილებები იგივე ამ პარტიის მხრიდან ჩვენ არაერთხელ გვინახავს. აი მაგალითად მე გავიხსენებდი რომ მაგალითად შეკრება ქართული ოცნების შესვლის წინ ამ შეკრებაზე ეკითხებიან რომ გავიგეთ რომ პრემიერ-მინისტრი უნდა შეიცვალოს. ესენი ამბობენ რა სისულელეა არავითარ შემთხვევაში. თავდება ეს ყრილობა გამოდიან და რა თქმა უნდა შეცვლილიყო. ამიტომ აი ეს სიტუაცია ისეთი ქვეყნისთვის როგორიც ჩვენია, სადაც დიალოგი, დებატი, დისკუსია ყოველთვის კარს მიღმა ხდება და არა ღია და ტრანსპარენტულად, როგორც ეს დემოკრატიაშია, ასეთი დრამატული ცვლილებები მოსალოდნელიც არის. ეს არის სწორედ ის ტრაგედია, როდესაც შენ ვერ განსაზღვრავს საით მიდის შენი ქვეყნის პოლიტიკა, იმიტომ რომ რეალურ დებატს, დისკუსიას ვერ ადევნებ თვალს. ეს ხდება კაბინეტებში, ისე როგორც ხდება დახურულ ავტორიტარულ რეჟიმებში და აქედან გამომდინარე ნაკლები საშუალება გაქვს რომ გავლენა მოახდინო ამ პროცესზე. დემოკრატიული პროცესის მთავარი ამოსავალი სწორედ ის არის რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა
იმ იდეისთვის, რომ შენ შეგიძლია თუ არა ქვეყნის უკეთესად მართვა, მიმდინარეობს ღიად ყველას თვალწინ. ავტორიტარულ რეჟიმში კი დახურულ კარს მიღმა. ანუ არ იცი ვინ რატომ მოხსნეს, ვისი ნათესავი რატოა დღეს ციხეში და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აი კონკრეტულად აი პუნქტობრივად რომ გავყვეთ თვითონ ამ პუნქტების ჩანწერს იქ საუბარი არის თქვა დემოკრატიულ უკუსვლაზე, საუბარი არის ჩინეთის, ირანის, რუსეთის გავლენებზე. ქართული ოცნების წარმომადგენლები მიიჩნევენ რომ ფაქტობრივ უზუსტობებს ეფუძნება დოკუმენტი. ერთ-ერთ არგუმენტად სახელდება ჩინეთთან დაკავშირებული ნაწილი, როდესაც ისინი აცხადებენ რომ პირიქით ისინი ღია იყო თქვათ სატენდერო პირობები, რომ ყველა ამერიკულ კომპანიას სრული შემთხვევაში ჰქონდა სურვილი რომ ჩართულიყო აი ამ ტენდერში, ანაკლის სპორტთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერში. და რომ აქ ჩინეთის თქვა ინტერესების მიზანმიმართულად გატარებაზე ინფორმაცია არის მცდარი. ცით რა, აი ყოველთვის, როდესაც ასეთ რამეს ვამბობთ, ტექნიკურად სიმართლე შეიძლება იყოს, მაგრამ აი შინაარსობრივი პრობლემაა. შინაარსობრივი პრობლემა გულისხმობს იმას, რომ როდესაც შენ ამერიკის მიმართ შენი ლიდერები ხომ ქართული ოცნების არიშურებენ კრიტიკით, გესლითა და შხამით ავსებულ კომენტარებს. ამ დროს არაფერი მსგავსი არის მის ჩინეთის მიმართულებით, ხომ? ამ დროს აუქმებ ჩინეთთან, თქვათ, უვიზო მიმოსვლას აწესებ, ხომ? პარალელურად ხდება ის, რაც თქვენ თქვით, რომ ანაკლიაში იმარჯვებს ჩინური კომპანია. ეს ყველაფერი ქმნის იმ საერთო განწყობას და ტენდენციას ამერიკის შეერთებული შტატების მმართველ წრეებში, რომ აი მთავრობას არაფრად უღირს მთელი ის ძალისხმევა, რომელიც მაგრამ აი თქვა რიტორიკას თუ გულისხმობთ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიმართ კრიტიკა არ გვესმის ჩვენ ხელისუფლების მხრიდან, ხომ პირიქით. როგორ არა, აი ნახეთ, ამ მეგობარ აქტში, ხომ და ამ მეგობარი აქტის განხილვის დროს, აი ერთ-ერთმა კონგრესმენმა, რომელმაც გამოსვლა გააკეთა, ხომ თქვა, რომ ჩვენ გვესმის ხელისუფლებისგან ისეთი მტკიცებები, რომ დონალდ ტრამპი არის deep state-ის გავლენის ქვეშ, ჩვენი ამერიკის პრეზიდენტი და ამიტომ თქვა ღებულობს ამათომი გადაწყვეტილებას და ეს ჩვენთვის არის შეურაცხყოფელი. ნუ იარაღი ინსტრუმენტად არისო აი ასეთი. დიახ, ხო, ანუ ეგ არის ნახსენები. აქედან გამომდინარე, აი ამას ყველაფერს ყურადღება ექცევა. ხო ხვდებით, აი ამ מחვილს აქვს ეს ორი მხარე. ერთის მხრივ შენ სამომრჩეველს, ხომ? აი ქართული ოცნების ამომრჩეველს გულს უმაგრებ და ეუბნები, რომ აი ეხლა ვართ ყველაზე მეტად სუვერენულები, ფეხებზე ვკიდია ამერიკის შეერთებული შტატები რა სიტყვის და აი კიდევ ცოტაც ხალხო და აი მიხვდებით, რომ საქართველოს ასეთი დამოუკიდებელი დავით აღმაშენებლის მერე არ ყოფილა, მაგრამ დღევანდელ სამყაროში იმაზე რომ არა ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ ისინი ეგრეთ წოდებულ deep state-ზე გარკვეულ არაფორმალურ ძალებსა და ჯგუფებზე საუბრობენ და მეგობარი აქტიც არის ამის შედეგი. რეალურად აი ამ ეგრეთ წოდებულ deep state-ზე განცხადებას აი რა საფუძვლები შეიძლება ჰქონდეს. რა ვითარი გარდა იმისა, რომ არ მოგწონს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც არის დემოკრატიული მთელი მსოფლიოს ლიდერი ქვეყანა, რეალურად ამბობს, რომ შენი ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმურია, გეუბნება იმას, რომ მნიშვნელოვნად უნდა შეცვალო კურსი, უნდა მისცეს საშუალება ქართულ ხალხს და სხვა პოლიტიკურ პარტიებს სრულფასოვანი და თანასწორი მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესში. ეს როდესაც არ მოგწონს და ეს უნდა აუხსნა შენ სამომრჩეველს, ეუბნები, რომ ის არის რაღაც აი კონსპირაციული ძალების გავლენის ქვეშ. პრობლემა ის არის აი ამ מחულზე, იმიტომ ამბობდი, რომ ეს მარტო შენ საომრჩეველთან არ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ამას ქართულად ლაპარაკობ, ხო? ეს იმ კონგრესმენებსაც ესმის. ეს საბოლოო ჯამში ამერიკის პრეზიდენტამდეც მიდის. არ გამოდის ეს სეგმენტირება იმის, რომ შენ ერთი ელაპარაკო შენს ხალხს და უთხრა, რომ ისინი არიან სატანის მოციქულები და მე მიხვიდე იმ სატანის მოციქულთან და უთხრა, რომ ჩვენ შენი მეგობარი ვართ ყოველთვის და ასე ვიყავით, ხო? თანამედროვე სამყაროში ამის გაკეთება ძალიან ძნელია. ამისთვის ფასი ხდი. ეხლა ის არის რომ უნდა აირჩიო ეს ფასი რა არის. ფასი შეიძლება იყოს აი როგორც თქვი ის რომ ზია ამაღლობელი და სხვა პოლიტპატიმრები როგორც მინიმუმ, ეს არის მინიმუმზე მინიმუმი, ხო? უპირობოდ გაათავისუფლო. გაათავისუფლო ის 20-21 წლის ბიჭები, რომლებიც არიან დაჭერილი ისე რომ რეალურად ცრუმოწმეების ჩვენების საფუძველს. უფრო მეტსაც გეტყვით. აი მაგალითად ჩვენმა მეგობრებმა უამრავმა მიიღეს 5000 ლარიანი ჯარიმა ისეთ დროს გამოწერილი ქუჩის გადაკვეთის გამო, როდესაც აბსოლუტურად სხვაგან იმყოფებიან. აი ხა ჩვენ შემთხვევაში ეს ნოტარიულად არის დამოწმებული, რომ სხვაგან ვართ და ამ დროს გამოწერილია ჯარიმა ქუჩის გადაკეთვაზე, რომელიც 1 საათით ადრე გადაიკეტა, ხო? კი, გასაგებია, რომ შეიძლება ჩვენმა სასამართლომაც კი ეს ჯარიმები გააუქმოს, მაგრამ ეს ხო დროს გაკარგვინებს. ესო გაკარგვინებს იმაში, რომ უნდა გაასაჭირო, მე უნდა აჩვენო ფაქტობრივად ახალი მიმართულებით ჩვენი, ასე ვთქვათ, ყოველდღიური ცხოვრების, ჩვენ ვბრუნდებით საბჭოთა კავშირს, როდესაც სხვამ კი არ უნდა დაგიმტკიცოს დანაშაული.
შენ უნდა დაამტკიცო შენი უდანაშაულობა. აი როგორც აი ცუდ ზღაპრებშია, ხო, რომ აი გეუბნება, აი კაფკას რომანივით, რომ გეუბნება, რომ შენ დააშავ. შენაურები საიდან რა არის საბუთი? არ მაინტერესებს საბუთი. საბუთი თუ გაქვს შენ მოიტანე და დაამტკიცე, რომ უდანაშაულო ხარ. ეს არ არის ის პრინციპი თანამედროვე სამართლის. მით უმეტეს ახლა ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ხო, დოქტორი არის იურიდიული მეცნიერებების. ესეთი რამე არ უნდა ეშლებოდეს. ესეთ კანონებს და ბრძანებულებებს არ უნდა ღებულობდნენ ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიულია. თუ მეგობარი აქტი დამტკიცდება, გაივლის იმ ორ პროცედურას, რაც არის თქვა კანონად ქცევამდე დარჩენილი, რა გზავნილი იქნება ეს უკვე საქართველოსთვის? საქართველოსთვის ეს გზავნილი ჩანს აი პირველივე რამდენიმე მუხლში, იმიტომ რომ თავიდან როგორც იწყება ეს მეგობარი აქტი არის რომ ჩვენ სრულად ვიაზრებთ ქართველი ხალხის მიზანს, სურვილს, რომელიც გამოხატულია ყოველდღიურად იმაში, რომ მათ სურს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია და თავისუფალი სამყაროს წევრობა. მაგრამ სამწუხაროდ ვხედავთ იმას, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები აისახება უამრავ სხვადასხვა ინდექსში, როგორც დემოკრატიის უკუსვლა და აქედან გამომდინარე იძულებული ვართ მივიღოთ ეს აქტი, რომლის მიღების შემდეგ მთავრობას რჩება კონკრეტული პერიოდი იმისთვის, რომ კრიტიკული ცვლილებები განახორციელოს, რათა შეინარჩუნოს ურთიერთობა თავისუფალი სამყაროს ლიდერთან. თუ ეს არ სურს, მაშინ არჩევანი არის მართლა მეგობრობა რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან და ხა ირანში ვიზიტებიც გვახსოვს. ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ხომ, რომელიც არ იყო ნამდვილად წარმატებული საბოლოო ჯამში, აქედან გამომდინარე ძალიან რთულია, რომ ხა შეგიძლია შენ მართლა შენს ამორჩეველს, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ არხებს უყურებს, თქვა იმედს ან პოსტივის, ხო? დაუმტკიცო ის, რომ ეს ჩვენთვის კეთდება, მაგრამ პარალელურად ვერ დაუმტკიცებ ამას ამერიკის კონგრესს, პარალელურად ვერ დაუმტკიცებ ამას სენატს და ვერ დაუმტკიცებ პრეზიდენტ ტრამპს. თვითონ მეგობართა აქტის ერთი ნაწილი ეხება ურთიერთობების გადახედვას, მათ შორის ყველა ფინანსური დახმარების პროგრამის შეჩერებას და სასანქციო პოლიტიკის გაგრძელებას, რაც თქო არახალი არის. და ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან დეკემბრის ბოლოს იყო პირველი სასანქციო პაკეტი და შემდეგ რა გავლენა ექნება ამ სანქციებს ქვეყანაზე? ქვეყანაზე არ ვიცი, მაგრამ ქართულ ოცნებაზე საკმაოდ დიდი გავლენა ექნება, იმიტომ რომ მართალია ჩვენ ნახეთ სხვათა შორის აი ჯო უილსონის ტვიტერიც, ტვიტერი იყო ხოლმე მგონი, არა ხარ რაღაც სხვა სახელი ქვია, მაგრამ სადაც აი ჩამოთვლილია იმ ადამიანების სია, რომელიც იქნება პირველი, ვინც მოხვდება ამ სასანქციო სიაში, მაგრამ თუ ჩვენ შევხედავთ თვითონ კანონპროექტს, ნახავთ, რომ 2014 წლიდან ვინც კი ოდესმე ყოფილა ხელისუფლებაში შესაძლოა შეეხოს ეს სანქციები. ანუ შესაძლოა ის იყოს უბრალოდ პირველი ტალღა და დანარჩენები ნებისმიერი რანგის, თქვათ, პოლიტიკოსი იქნება ეს თუ თქვათ, სამოქალაქო სამსახურში მყოფი პირი, რომელიც პარტიის ინტერესებს იცავს და არა სახელმწიფოსი, ხო? მოხვდეს ამ სანქციების ქვეშ. და ვინაიდან ამერიკა არის საფუძველი პრაქტიკულად ყველა ფინანსური ინსტრუმენტის და ინსტიტუციის მთელ მსოფლიოში, ეს ყველა იმ ადამიანს, რომელიც წარმოადგენს აქვს ის სარგებელი, რომელიც მიიღო თავის თანამდებობიდან ასე შემდეგ და შექმნა გარკვეული დანაზოგი, ალბათ თუ კარგად, მოუწევს არჩევანის გაკეთება და არჩევანი იქნება ესეთი, რომ ხომარჯობია ჩემივე ინტერესებისთვის, რომ ქართული ოცნება გახდეს უფრო დემოკრატიული და მოიქცეს ისე, როგორც ამას ითხოვს თავისუფალი სამყარო. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ის კეთილდღეობა, რომელიც თუნდაც იმით შევქმენი, რომ მე ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობდი, ხო? ეჭვის ქვეშ დგება. აი ეს ექნება საბოლოო ჯამში ეს შედეგი ამ სანქციებს და ეს სანქციები სხვათა შორის ისევ არის მსგავსი აი ევროპული სანქციების, რომელზედაც მე წინა შეხვედრის დროს საუბრობდი, ხო? სადაც უნიკალურია ის მოვლენა, რომ როგორც ევროკავშირი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები მაქსიმალურად ცდილობს, რომ სანქციები იყოს მიზნობრივი და ეხებოდეს ზუსტად იმ პირებს, რომლებიც არიან პასუხისმგებლები დემოკრატიის უკუსვლაზე და ადამიანის უფლებების დარღვევაზე და არ მოიცვას მთელი ქვეყანა. მაგალითად, ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება, ხო, რომელიც აბსოლუტურად ყველას შეეხებოდა. არც არის განხილვის საგანი რეალურად, ხო? თუმცა იყო ასეთი მოწოდება ესტონეთიდან და შემდეგ კი, იყო საუბარი, მაგრამ აი ჩაითვალა, რომ ქართველი ხალხი
ამას არ იმსახურებს. იმიტომ რომ ქართულმა ხალხმა არაერთხელ, არა მარტო გამოკითხვებში, არამედ ქუჩაშიც, არამედ აი ნებისმიერი საშუალების დროს, მათ შორის სამოქალაქო სამსახურის და აი ამ საჯარო სამსახურის პირებმაც თავიანთი უამრავი ხელმოწერით, რომელიც გაკეთდა, აჩვენეს, რომ ევროპული ღირებულებები და ევროპული გზა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩვენ რაც გვაქვს, ეს არის ანომალია, როდესაც ხელისუფლება რეალურად ამ საკითხში დგას რაღაც 15%-ის მხარეზე, იმ 15%-ის, რომლის კულტივირება თვითონ გააკეთა. მაგრამ ნახეთ, აი თქვენ ამბობთ, რომ ეს სანქციებს აუცილებლად ექნება გავლენა პირველ რიგში, ვთქვათ, იმ ადამიანებზე, ვისაც შეეხება. თუმცა მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების პოზიციას. დღესაც იყო მკაფიო და ცალსახად დაფიქსირებული, რომ არანაირი ვადამდელი არჩევნები არ იქნება და პრემიერმა პირდაპირ თქვან, რომ ეს იქნება უკან დახევა ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ და მეგობარებთან დაკავშირებითაც იყო გზავნილები იმის შესახებ, რომ მათ არ ეშინიათ სანქციების, ისევე როგორც არ ეშინიათ, ვთქვათ, სხვა, ვთქვათ, ბრიუსელიდან თუ ევროპის სხვა ქვეყნებიდან დაწესებული სანქციების. შესაბამისად, ერთი მხრივ ხელისუფლების ასეთი პოზიციის და მეორე მხრივ ოპოზიციის იმ სამოქმედო ტაქტიკის გათვალისწინებით, როდესაც ისინი სწორედ სასანქციო პოლიტიკის გაძლიერებას მიიჩნევენ ახალი არჩევნების მიღწევის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტად და ინსტრუმენტად. ანუ რა მიზანი აქვს მაშინ ამ საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი ახლა არის დაცული, ეროვნული ინტერესები არის დაცული და რომ ეს ზეწოლა მათზე გავლენას ვერ მოახდენს. ხელისუფლებისგან მოსალოდნელია ესეთი განცხადება, იმიტომ რომ ჯერ არ არის ჩამოყალიბებული ხელისუფლება იმაზე, რომ შეუძლია თუ არა უკან დახევა. აქ არის პრობლემა, რომ ქართული ოცნება დღეს განსხვავებით წინა წლებისგან, ხო? და მისთვისვე სავალალოდ ისეთ სიტუაციაშია, როდესაც დაკარგული აქვს მოქნილობა. დღეს ქართულ ოცნებას მიაჩნია, რომ ან დარჩება ზუსტად ისე, როგორც არის, ან გადაწყდება. ხომ არის როგორც გამხმარი მუხა, რომელიც ერთი შეხედვით არის ისეთი, რა ვიცი, ხმელი წიფელი, მაგრამ მეორეს მხრივ, აი ეს ქარს ვერ აყოლებს დანს რა, ვერ აყოლებს დანს და ურჩევნია თქვას, რომ იცი რა, მე საერთოდ ჩემზე ეს გავლენას არ ახდენს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იმით რომ შეინარჩუნოს ზუსტად ის ხალხი, რომელიც დღეს საშუალებას აძლევს იმ 10% მხარდამჭერით აკონტროლოს 90%, ხო? ანუ ის რასაც შეადგენს ძირითად ბირთვს აი ამ სახელისუფლებო ძალადობრივი ინსტრუმენტების, რაც სახელმწიფოს გააჩნია. ელექტორატის არა. იმ ხელმძღვანელების, როგორც იქნებიან აი საკრებულოს ხელმძღვანელი, აი ამ დონეზეც რომ ჩავიდეთ, ხო? ანუ ზუსტად იმ ხალხის, რომელიც პირდაპირ არის სარგებლის მიმღები ოცნებისგან. აი როგორც კი ის ხალხი ჩათვლის, რომ იცი რა, მე სარგებელი დღეს უფრო მეტი მექნება, თუ ქართულ ოცნებას აღარ დაუჭერ მხარს, იმიტომ რომ სანქციებში ვხვდები, ხომ? აი ეს იქნება უკვე ჩამოშლა. აი ამის აღმოსაფხვრელად უკვე გამოვდივართ აი ესეთი განცხადებებით, რომ ეს არის სუვერენიტეტი და ასე შემდეგ. ყველაზე სუვერენული ქვეყანა ამ გაგებით ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ არის ჩრდილოეთ კორეა. აბსოლუტურად არავის აზრი არ აინტერესებს, ხო? იქ პარადს ჩაატარებს, მილიონი ხალხი გამოყავს, ხო, ქართულ ოცნებას ვთქვათ ვერ გამოყავს, ხო, მილიონი. იმათ გამოყავთ, იმიტომ რომ დიდი პრაქტიკა აქვთ უკვე აი ამ დიქტატურის და რომ მკითხო, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ბრინჯის მაგივრად ბალახით და ფოთლებით იკვებებიან, ამბობენ, რომ სამაგიეროდ ჯუჯე აქვთ და თავისუფალი დამოუკიდებელი ქვეყანა არიან. მე არ მგონია, რომელიმე ოცნების აი ესეთი საშუალო რგოლის ლიდერი იყოს მზად, რომ საქართველო გადაიქცეს ისეთივე სუვერენულ ქვეყანად, როგორც ჩრდილოეთ კორეა. და რაც შეეხება შეხვედრებს, ჩვენ მეორე მხრივ აი ასეთი მწვავე რიტორიკის თუ კაცრი ნაბიჯების ფონზე ვხედავთ გარკვეულ შეხვედრებს. და ანუ გარკვეული ნიშნები თითქოს გაჩნდა, თქვათ, რაღაც ურთიერთობის აღდგენის. აი მაგალითად, ამერიკის ელჩთან იყო ორი შეხვედრა, ერთი საგარეო საქმეთა მინისტრის, იყო შემდეგ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა. ცოტა ხნის წინ ვიცე-პრემიერი იმყოფებოდა ვიზიტით ვაშინგტონში და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართა პირველი შეხვედრები. მაშინ რა გზავნილია ეს შეხვედრები? ანუ ეს არის თუ არა თქვათ გარკვეული ნიშანი იმის, რომ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის და ურთიერთობის ნორმალიზების გარკვეული იმპულსები და ნიშნები გაჩნდა. იცით რა არის ეს საქართველო და ქართველი ხალხი დღესაც, მაგრამ საქართველო 30 წელიწადია არის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი. რაც არ უნდა საშინლად ცუდად იქცეოდეს მთავრობა ესეთი ქვეყნის განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში, ხომ? ძალიან რთულია ესე ხელაღებით შენ აიღო და მოისროლო ეს ქვეყანა და ეს ხალხი. ამიტომ ჩვენ ეს ვიზიტები უნდა აღვიქვათ, როგორც მე ვიტყოდი, ბოლო მცდელობა იმისა, რომ
დაარწმუნონ საქართველოს მთავრობა, რომ არსებობს რაღაც უფრო ღირებული ვიდრე საკუთარი სკამი. მართალია ჩვენი ხელისუფლება საკუთარ სკამს სუვერენიტეტს ეძახის, მაგრამ საკუთარი სკამი სუვერენიტეტი არ არის. და ძლიერება არც იმაშია, რომ მე რომ ვიტყვი მაინც და მაინც ის კეთდება. ძლიერება ხანდახან იმაშია, რომ შენ კანონს იცავ. ოღონდ კანონს იმაში კი არ იცავ, რომ შერჩევითად აღასრულო და მხოლოდ ისინი დასაჯო იგივე საქციელისთვის, რომელიც შენს წინააღმდეგ მიდის. არამედ ეს კანონი მაშინ ყველაზე უნდა გაავრცელო. მათ შორის საკუთარ თავზეც. ეს არის ქვეყნის ნამდვილი ძლიერების საფუძველი. ამიტომ გასაგებია ეს რატომაც ხდება. იმიტომ ხდება, რომ ამერიკა რეალურად არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა და სურს, რომ ყველა საშუალება გამოიყენოს იმისთვის, რომ ჩვენი სიტუაცია შეიცვალოს უკეთესის. მაგრამ პირიქით ჩვენ მოვისმენთ ამ შეხვედრის შემდეგ განცხადება ლევან დავითაშვილის იმის შესახებ, რომ პოზიციები აბსოლუტურად თანხვედრაშია ხელისუფლების და ახალი ადმინისტრაციის. რას ეყრდნობა მაშინ ეს განცხადება? ეს განცხადება, რას კი არ ეყრდნობა, ეს განცხადება რისკენ არის მიმართული იქნება ალბათ უფრო უკეთესი შეკითხვა. იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა შეფასებები იყო მეორეს მხრივ ჩვენ გვახსოვს აი ელჩის მხრიდან მსგავსი შეხვედრის, ხო? რომ ჩვენ გავაცანით მეორე მხარეს, ხო, განუსაზღვრეთ ნაბიჯები, რომელიც უნდა გადადგას, ხო? აი რა ნაბიჯებს გულისხმობს? აი ამ ნაბიჯებს, რომელიც ზუსტად მეგობარში არის გამოსახული. ახალი არჩევნები, დაკავებულის განთავისუფლება, იმ კანონების გაწევა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოში თავისუფალი აზრის გავრცელებასა და თავისუფალ დისკუსიას, ხო? ანუ ძირის გამოცლა იმისკენ, რომ საქართველოში არსებობდეს განსხვავებული აზრის საშუალება არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მთავარი ამოცანა მეგობარი აქტის, რომ აი ეს ყველაფერი უკან იქნას გაწეული და საქართველოში დაბრუნდეს ის ნახევრად დემოკრატიული მმართველობის ფორმა მაინც, რომელიც ჩვენ პრაქტიკულად სულ გქონდა. როგორც წინა ხელისუფლების დროს, ასევე შევარდნაძის ხელისუფლების დროს და ასევე ოცნების ხელისუფლების პირველ პერიოდში. დღეს საქართველოს როგორც არის უკან წასული დემოკრატიის თვალსაზრისით, ხომ ალბათ უახლოვდება, არ ვიცი, 90-იანების გარკვეულ პერიოდს, რაც რა თქმა უნდა ტრაგედია, უახლოვდება ალბათ 2011-12 წლების პერიოდსაც და აი რაღაც აი მაგრამ ხელისუფლების პირველი პირები ცალსახად უსვამენ ხაზს, რომ ყველა იმ შეხვედრაზე, რომლებიც თქვათ მანამდე გაიმართა ბოლო პერიოდში, ახალ არჩევნებზე საერთოდ არ არის საუბარი. ახალი არჩევნები როგორც ესეთი ხა აი ამ მეგობარ აქტშიც მოხსენიებულია, ნახეთ როგორ. მოხსენიებულია ისე რომ შეიქმნას კომისია, რომელიც საბოლოოდ გაარკვევს ამ არჩევნების ლეგიტიმურობისა და არალეგიტიმურობის საკითხებს. ის რომ არჩევნები დღის წესრიგში დგას, ამაზე ორი აზრი არ არის, იმიტომ რომ მთელი ეს პროტესტიც, მთელი ეს პოლიტპატიმრებიც ზუსტად ამასთან არის დაკავშირებული, ხო? და ეს მეგობარ აქტშიც არის პირდაპირ ასახული. აქ საუბარია იმაზე, აი თქვენ როგორც ამბობთ, ხო? რომ რას ემსახურება ეს შეხვედრები. ამ შეხვედრების ინტერპრეტაცია ერთის მხრივ ხელისუფლების მხრიდან ის არის, რომ თითქოს არაუშავს ჩვენ ყველაფერი რიგზე გვაქვს, იყო საუბარი იმაზეც ადრე, რომ არასდროს არ მოხდებოდა მეგობარი აქტის თუნდაც კონგრესის მიერ მიღება, მაგრამ როგორც ხედავთ, ხომ ერთი არის რიტორიკა, რომელსაც შენ იყენებს საკუთარი ამორჩევლის დასარწმუნებლად და მეორე არის ის პოლიტიკური რეალობა, რომელთანაც მერე გიწევს პირისპირ დადგომა. და ეს პირისპირ დადგომა მე ვთვლი და მე მგონია, რომ ჯერ კიდევ არის დარჩენილი ქართულ ოცნებაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წავიდა ქართული ოცნებიდან, რაციონალური ადამიანები, რომლებიც ნახავენ, რომ მათთვის და მერე უკვე საქართველოსთვის, ხომ ჯობია რომ საქართველოს გახდეს უფრო დემოკრატიული ქვეყანა და დაუბრუნდეს აი ძველ ნიშნულს მაინც ვიდრე ის რაც დღეს არის. მეგობარ აქტისთან ერთად აუცილებლად მინდა კითხოთ ჩვენი საუბრის დასასრულს, ასევე ევროკომისრის, ვთქვათ, ახალგაზრდულზე, მარტაკოსის გზავნილზე მინდა კითხოთ, იმიტომ რომ ხელისუფლებამ, ვთქვათ, გაიმყარა აი ამ განცხადებით გარკვეულწილად თავისი პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ აი შესაძლოა ურთიერთობები განახლდეს ისევ ევროკავშირთან, იმიტომ რომ ვიცით, რომ ინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული და დიალოგი ყველა დონეზე არის შეჩერებული ამ ეტაპისთვის. როგორ უნდა განვიხილოთ მარტაკოსის გზავნილ იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ვთქვათ, გარკვეულწილად დიალოგის აღდგენა მოხდეს, ვთქვათ, დაიწყოს დიალოგის ქვედა დონიდან აღდგენა. როგორ გავიგოთ ეს გზავნილი?
არ ვიცი, მე მაგალითად ამას იმედიანად შევხედავდი და ვიტყოდი, რომ შესაძლოა ეს იყოს იმის მიზეზი, რომ ევროკავშირმა მიიღო გარკვეული სიგნალი ქართული ოცნებისგან, რომ ქართული ოცნება აპირებს სინამდვილეში რაიმე კრიტიკული ცვლილებების გატარებას ამ დემოკრატიის კუთხით. სხვა მხრივ, ასეთი მოსამზადებელი შეხვედრები დაბალ დონეზე, არ ვიცი რა შეიძლება ნიშნავდეს. მე მაინც უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ როგორც ადრე შეეძლო ქართულ ოცნებას, როცა უკან დასახევი იყო, ქონდა ამის ძალა, რომ უკან დაეხია, დღესაც იპოვის საკუთარ თავში ამას და არ მოუწევს შუაზე გადატყდეს, როგორც მოსდით ხოლმე მოუქნელ პარტიებს. იმიტომ რომ განსხვავებით იგივე ბელარუსისგან, ხომ? ქართველი ხალხი არ არის ადვილად დასამონებელი ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პროტესტის გამოსვლის რაოდენობა მიკლო, ხომ? ეს პროტესტი რომ ისევ აქ არის ფაქტია და ჩვენ ვხედავთ იმას, რომ კონკრეტულ სიტუაციებში უკვე 10,000-ობით ხალხი გამოწეს, ეს არსად არ გამქრალა. საქართველოს ბელარუსიზაცია ფაქტობრივად შესაძლებელი იქნება თუ ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს მაინც ქვეყნიდან გავაძევებთ. იმიტომ რომ ეს ის ხალხია, რომელიც ვერ შეეჩვევა მონობას. მე არ მგონია, რომ ეს საქართველო კარგი საქართველო იქნება ამ ხალხის გარეშე. ეს იქნება ისეთი საქართველო, რომელიც ჩვენ 1937 წლის მერე მივიღეთ და იმედი მაქვს, რომ 21 საუკუნე ამას ხელს შეუშლის. თქვენი დახმარებით მათ შორის თავისუფალი მედიის. და ბოლოს ბატონო ბაკუ, რადგან ამ თემამ ოპოზიციურ ფლანგზე გამოიწვია ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა და თქვა უთანხმობის ერთ-ერთ თემად იქცა მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს გულისხმობ, რაზეც დღეს ასევე ბევრი ისაუბრეს ქართული ოცნების ყრილობაზე, თავისუფლების მოედანი, რომელიც ცოტა ხნის წინ უკვე ოფიციალურად პარტიად დაფუძნდა, განიხილავს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, იმიტომ რომ ლელო, რომლის თქვათ პარტნიორიც იყავით თქვენ ცოტა ხნის წინ ამ თემაზე, ცალსახა პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს ამ დრომდე. ეს გასაგებიც არის, იმიტომ რომ თავისუფლების მოედანი, ისევე როგორც ყველა პარტია, რომელიც წევრობასა და მხარდამჭერებზეა დაფუძნებული, თვალს ადევნებს თავისი მომხრეების განწყობას ამ საკითხთან მიმართებაში. ამ წუთში, როგორც არის განწყობა, ეს არის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ამ ფონზე მონაწილეობა არის მიუღებელი ჩვენი ამორჩევლის დიდი ნაწილისთვის. ამის მიუხედავად, როგორც ყველა პარტია, პოლიტიკური პარტია, რომელსაც დემოკრატიული პროცესების მაინც ჯერა, ჩვენ ვემზადებით ყველანაირი ტიპის არჩევნებისთვის. დიდი განსხვავება პრინციპში ამ მომზადების თვალსაზრისით იქნება ეს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ არის. ამიტომ ამ გაგებით ჩვენ არაფერს არ ვაგებთ ტემპს. ამიტომ ჩვენმა მომხრეებმა ეს პოზიცია, რაც აქვთ უკვე დაფიქსირებული ნაციონალურ მოძრაობას და იგივე ახლებს ცალსახად ამ შემთხვევაში თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობის შესახებ, თქვენ ასეთი ცალსახა პოზიცია არ ასეთი ცალსახა პოზიცია არ შეიძლება გქონდეს, იმიტომ რომ შეიძლება ეს არჩევნები ერთად გამოცხადდეს, ხო? არც ეს არის გამორიცხული, ამაზეც არის საუბარი, რომ ერთად ჩაინიშნოს საპარლამენტო. თუ არ გამოცხადდება ახალი არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას? აი, ამ ეტაპზე მართლა რთულია, ამის თქმა, ზუსტად იმის გამო, რაც გითხარით, ხო? ანუ იმის გამო, რომ ეს დამოკიდებული იქნება ჩვენი კონკრეტული ამორჩევლის დაკვეთას. როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლის დაკვეთა ცალსახაა, ნათელია, ისინი ამბობენ, რომ არასდროს ამ პირობებში. ასე არ არის თვალ ჩამოყალიბებული ჩვენი ამორჩეველი, რამდენადაც ჩვენი. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ბაკურ კვაშვილავა, თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.